სანამ ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე ზეწოლას აგრძელებს, გაერთიანებული არაბეთის ემირატები და ისრაელი ახლო აღმოსავლეთში სრულიად ახალ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების არქიტექტურას აყალიბებენ. ემირატების გადაწყვეტილებამ ნავთობის მწარმოებელ ქვეყნების ორგანიზაციიდან და OPEC+ ჯგუფიდან გასვლაზე მრავალი წლის უთანხმოება გამოავლინა ემირატებსა და საუდის აისარეთს შორის. ამავე დროს ისრაელმა უფრო დიდი გავლენა მოიპოვა სპარსეთის ყურეში, რადგან ემირატებში თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსა. ეს ურთიერთობების ისტორიაში პირველად მოხდა. ამავე დროს აშკარად მოსწონს აშშ-ის პრეზიდენტს თუ როგორ ყალიბდება ახლო აღმოსავლეთში ახალი ურთიერთობები. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, აბუ-დაბიში ღიად განაცხადეს, რომ სურთ გათავისუფლდნენ საუდის არაბეთის გარკვეული დიქტატისგან და რეგიონზე კონტროლის საკუთარ ხელში აიღო. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერთ ჩემი Telegram არხი Pitchy News-ი, ბული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ჩვენ ვაქვატანეთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი ხდება. მაშასე დღეს 1 მაისს გაერთიანებული არაბეთის ემირატები ოფიციალურად გამოვიდა ორი კარტელიდან. OPEC-იდან და OPEC+-იდან, რამაც სერიოზულად დააზიანა ნავთობის ვაჭრობის დადგენილი წესები ამ კარტელებში. და ახლა ექსპერტები თვლიან, რომ ემირატების გადაწყვეტილებას ცდება OPEC-ის ნავთობის მოპოვების კვოტებზე დავას, რომელსაც აბუ-დაბი უსამართლოდ მიიჩნევს. ამბობენ, რომ საქმე მხოლოდ ნავთობში არ არის. მხოლოდ ნავთობი რო იყოს, ეს სხვანაირად გამოჩნდებოდა. საუბარია ურთიერთობების უფრო ღრმა განხეთქილებაზე, სადაც აბუ-დაბი დამოუკიდებლობას უმაღლეს პრიორიტეტად აკენებს. და არა საუდის არაბეთის მიყოლა. ხოლო ნავთობის პოლიტიკას იყენებს როგორც დამოუკიდებლობის დემონსტრირების და გარე დიქტატისთვის დაუმორჩილებლობის ინსტრუმენტს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უთანხმოებები პოლიტიკის ფარგლებს გასცდა და ეხება პირად და სტრატეგიულ საფუძვლებს ურთიერთობებში გაერთიანებული არაბეთის ემირატების პრეზიდენტ მუჰამედ ბენ ზაიდსა და საუდის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბენ სალმანს შორის. და სწორედ ეხლა ჩვენ ხედავთ ერთგვარ განხეთქილებას სპარსეთის ყურის ორ ყველაზე გავლენიან ლიდერს შორის. აი რას წერს ამ თემაზე დღეს Reuters-ი. სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებული ცხაროები, რომლებიც იცნობენ გაერთიანებული არაბეთის ემირატებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ამას უწოდებენ სტრატეგიული განხეთქილების კულმინაციას. საუდის არაბეთის მიერ ხელმძღვანელობით სისტემასთან. ნავთობის ბაზრის მართვის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა იემენსა და სუდანში კონფლიქტებთან, ენერგორესურსების მოპოვების კვოტებთან და კონკურენციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი უთანხმოების შედეგად. ნავთობის მართვის სისტემა იემენში და სუდანში. და ისინი მიიღებენ შესაძლებლობას პირდაპირ აკონტროლონ თავიანთი სარეზერვო ენერგორესურსების მოპოვების გამოყენებად. და სწორედ ასე განისაზღვრება მისი დომინანტური როლი. და აი აბუ-დაბის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ემირატების ახლად შეძენილი გადამწყვეტობა ნაწილობრივ რეგიონული ომით არის განპირობებული, ნაწილობრივ კი გადაფასებით. და ანალიტიკოსები თევანდელი OPEC-ი კარტელს ნაკლებად გავს. აბუ-დაბიში ამბობენ, რომ ეს ორგანიზაცია გადაიქცა სისტემად, რომელსაც ფაქტობრივად უდიდესი მწარმოებლები მართავენ. საკითხი ისაა, რომ საუდის არაბეთი და რუსეთი ერთად ახლად წყვეტენ ყველაფერს. ემირატების გადამწყვეტობა ნაწილობრივ გამოწვეულია გადაფასებით. ყველაფერი ხდება OPEC-ისა და OPEC+ კარტელების ფარგლებში, რათა საკუთარი ინტერესები დააკმაყოფილონ სხვების ხარჯზე. და ისინი არავის უსმენენ გადაწყვეტილებების მიღებისას. აშშ-სა და ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ გააძლიერა ეს რეგიონული არასტაბილურობა. თეირანი დარტყმებს აპენებს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, სადაც განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზები და ფაქტობრივად გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ენერგორესურსების გადაზიდვის საკვანძო არტერია. ამიტომ გაერთიანებული არაბეთის ემირატები ამით მკაფიო სიგნალს აგზავნიან, რომ ისინი არ აპირებენ წარმოებას საუდის არაბეთზე დამოკიდებული გახადონ და აღარ დაემორჩილებიან საუდის არაბეთის მიერ დადგენილ წესებს. მაგრამ როგორც ამბობენ, წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება. აშკარაა, რომ ემირატები არც უმცირესობაში რჩებიან და მით უმეტეს არც მარტო. უსაფრთხოების საკითხები ახლა ემირატებისთვის პირველ პლანზეა, განსაკუთრებით ამ ომის დაწყებიდან. და აქ საინტერესო მომენტია. მაშასადამე, გაერთიანებული არაბული ემირატების პრეზიდენტის მრჩეველმა ანვარ გარგაშმა
ორშაბათს საჯაროდ გააკრიტიკა მოკავშირეების სპარსეთის ყურეში ირანის დარტყმებზე მათი რეაქციის გამო. ამერიკულ-ისრაელის თავდასხმების შემდეგ, რაც ძირითადად ირანის რაკეტებისა და უპილოტოების ჩამოსაგდებად საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებას გულისხმობდა. და აი ემირატების პრეზიდენტის მრჩეველმა ასეთი პასუხი ისტორიაში ყველაზე სუსტ პასუხად მოიხსენია. ის ამბობს, ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავთ. სხვა არავინ არანაირად არ გამოეხმაურა. ამბობს, ეს რა არის? ირანი ერთდროულად რამდენიმე სპარსეთის ყურის ქვეყანას ესხმის თავს და ყველაფერი, რასაც ეს ქვეყნები აკეთებენ, უბრალოდ ამ რაკეტებისა და უპილოტოებისგან იცავენ თავს. და ის ამბობს, ემირატებს ეს არ აწყობთ. და აი აქ არის ყველაზე მთავარი. აბუ-დაბიში მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ ორ პარტნიორზეა დამოკიდებული, რომლებმაც ამ ომის პერიოდში გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიეს. ეს არის ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები. ისრაელმა ემირატებს მიაწოდა თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასევე ჯარისკაცები, რომლებიც ამ სისტემებს ემსახურებიან. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს იმ სტრატეგიულ არჩევანს, რომელიც ემირატებმა მრავალი წლის წინ გააკეთეს ვაშინგტონთან კავშირების გაღრმავებისა და ისრაელთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის განმტკიცების სასარგებლოდ. ეს ასევე ცვლის ურთიერთობების ხასიათს ემირატებსა და საუდის არაბეთს შორის ბოლო წლებში. და აღნიშნავ, რომ 2011 წლის არაბული გაზაფხულის აჯანყებების დროს ემირატები და საუდის არაბეთი მოქმედებდნენ ასეთი მჭიდრო კოორდინაციით, აფერხებდნენ ისლამისტური პარტიების გავლენის ზრდას, უპირისპირდებოდნენ ირანს და ერთად აყალიბებდნენ სტაბილურ რეგიონულ წესრიგს. თუმცა, ამ დაახლოების უკან ფუნდამენტური ასიმეტრია იმალებოდა. საუდის არაბეთი ყოველთვის თვლიდა თავს ბუნებრივი ძალაუფლების ცენტრად. სპარსეთის ყურეში მაშინ როცა ემირატები უფრო მოქნილ ქსელურ მოდელს მისდევდნენ, რომელიც ვაჭრობაზე იყო დაფუძნებული. პორტების გამოყენება, ფინანსებზე, ადგილობრივ გავლენაზე და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. ანუ თუ გნებავთ, ეს უფრო დივერსიფიცირებული ურთიერთობების სისტემაა. მაგრამ მთავარი განხეთქილების მომენტი, რა თქმა უნდა, იყო იემენში კონფლიქტი, ჰუსიტებსა და ემირატების სამთავრობო ძალებს შორის, როდესაც ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია ორ სხვადასხვა კამპანიად გადაიქცა. ანუ ერთად შევიდნენ, მაგრამ შემდეგ გაიღარნენ. ერ-რიადი ერთიან სახელმწიფოს უჭერდა მხარს, რომლებიც მის ინტერესებს ემსახურებოდა, მაშინ როცა აბუ-დაბი სამხრეთ იემენურ დაჯგუფებებზე აკეთებდა სტავკას, რათა ზღვის აკვატორიაზე კონტროლი დაემყარებინა. უთანხმოება სუდანსაც შეეხო. აბუ-დაბი და ერ-რიადი იქ სამოქალაქო ომში სხვადასხვა მხარეს უჭერდნენ მხარს. გახლეჩილობა ასევე შესამჩნევია ისრაელის მიმართ დამოკიდებულებაში. გაერთიანებული არაბეთის ემირატები ერთ-ერთ პირველებმა წავიდნენ ნორმალიზაციისკენ, ეგრეთ წოდებული აბრაამის შეთანხმებების ფარგლებში, რაც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ნიშნავდა. საუდის არაბეთი ამ ნაბიჯისგან თავს იკავებდა, რადგან მას შიდა რელიგიური და გეოპოლიტიკური მოსაზრებები ზღუდავდა, რის გამოც ოფიციალური ნორმალიზაცია ერ-რიადისთვის გაცილებით მაღალ რისკებს შეიცავდა. ამიტომ ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ემირატების გამოსვლა ოპეკდან მხოლოდ ნავთობთან ან კვოტებთან არ არის დაკავშირებული. იქ ემირატების ასეთი ქცევის ბევრად მეტი მიზეზია და რაც მთავარია, ასეთი გადაწყვეტილების ბევრად მეტი გეოპოლიტიკური შედეგი იქნება. და ახლა უკვე ვხედავთ, რომ რეგიონში უსაფრთხოების საკითხებში გარკვეული დისბალანსი ჩნდება და ისრაელი ბევრად უფრო მომგებიან პოზიციებს იკავებს სპარსეთის ყურეში. აქ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობის ან სპონსორობის საშუალებით YouTube-ზე. ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ სხვადასხვა პლატფორმაა, სხვადასხვა ვარიანტია. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია. მადლობელი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.